გამარჯობა მეგობრებო, მაგიდის დერბის მესამე სეზონის მეოთხედფინალები ახლოვდება ევროპაზე. მოდი ახლა ამ ვიდეოში ვნახოთ მეოთხედფინალში გასული მონაწილეები როგორ გუნება განწყობაზე არიან, როგორ აფასებენ გასულ თამაშებს და საკუთარ მოწინააღმდეგეებს. წლევანდელი სეზონი უფრო დახვეწილია ვიდრე წინა და წინა უფრო დახვეწილი იყო ვიდრე საწყისი. როგორც მოთამაშე გეტყვი რომ უფრო გართულდა და როგორც მაყურებელი გეტყვი რომ უფრო გართულდა. Toro ვინც ფავორიტად მიიჩნეოდა ზოგიერთ თამაში დამარცხდა. როგორ გავუხერდა? არის ყოფილა შემთხვევა რომ რაღაც ერთი გამიგია თამაშის პროცესში, ჩემი თამაშის თამაში, რაც არ ვიცოდი. ეს შესარჩევმა ტურებმა კიდევ უფრო ესე ვთქვათ გაამრავალფეროვნა მთლიანად ტურნირი და შეიძლება რახან მე თამაშობ უფრო სხვანაირი თვალით უყურებ ასე ვთქვათ, მაგრამ მოგწონს თუ არა პრიზიც ამაზე მოქმედებს თავისთავად. როგორია მაგიდასთან თამაში და ეკრანიდან ყურება? მაგიდასთან უფრო სანერვიულოა, თითქოს იცი პასუხი, მაგრამ სხვა უპასუხე. არასწორი პასუხია. ჯამში ალბათ ერთი 7-8 კითხვა იყო ისეთი, რომელსაც უეჭვალად უპასუხებდი კამერის მიღმა. ძალიან მარტივი იყო, ჩემი რაღაც ვერ გაცემული პასუხი, რამბლანის ოქროს ბურთი. ბლანი? ბლანი? აცელები. ეგ ჩამრჩა, მოკლედ ძალიან ისე რა ქვია, მაგალითად. ეკრანთან ყველა მოვიგებ ფაქტიურად. ამიტომ როცა სვების თამაშს უყურებ, არასდროს ჯი ხოლმე, რომ აი ეს როგორ ვერა იყო, ის როგორ ვერა იყო, იმიტომ ზუსტად ვიცი რა არის, როცა მაგიდაზე ხარ. რომ ნერვიულობ იმაზე, რომ აი არ მინდა რომ წავაგო იმის გამო, რომ კიდევ ვეღარ ვითამაშებ რა. ვაი, ეს რა პაკეტია. მაგიდასთან უფრო დაძაბულიც ხარ, მომენტებში უფრო მეტად იგნევი, გარკვეული გამოცდილების მერე შეიძლება გავთანაბრდეთ ეს ყველაფერი ერთმანეთს. ყველაზე დიდი მოულოდნელობა რა იყო შენი აზრით უკვე გასულ მერვედფინალებში? მოულოდნელი იყო ხერხოს მარცხი. აი ჯუბას 0-3 იყო მოულოდნელი. ჩემი მოგება ჯანევასთან ერთი ვიტყვი ამას აუცილებლად. იგივე ჯავახას პირველივე მერვედფინალში გამოვარდნა. წინა სეზონის მოთამაშეებიდან მე მგონი მარტო დატო და მე შემორჩით ხო. რომელი მოთამაშისგან რომელ სკილს აიღებდი, ისესხებდი? მე ვისურვებდი რომ ნაკრებები იმდენადვე კარგად ვიცოდე როგორც სპაატამ. ვისურვებდი რომ იმდენად სწრაფი ვიყო პასუხის დაფიქსირებისას როგორც დატო. გაბრიელ ბერაძის სისწრაფეს ვინატრებდი. თურქეთში დაარსებული პირველი სპორტი. ბეშიქტაში. იტალიის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. სინა. კამერებთან ურთიერთობის სკილიც ასევე გამოსარჩევი არის. ყოდე ლადო ლომიძის სიმშვიდი არის ძალიან შესაშური. ყველასგან რაღაც უნარებს ავარჩევ. აი ქართული ფეხბურთის ცოდნა მჭირდება რომ იმას დავართო ცოტა ხნით რო ეთხოვო. ევროპებზე მაგიდის დერბის მესამე სეზონის მეოთხედფინალები იწყება. გავარკვიოთ, ვინ მოიგებს Citroens.